Tívšenis კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საკითხზე საპატრიარქო პროცესში ერთვება პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და ხელისუფლებასთან კომუნიკაციას დაიწყება. მშობლებმა შეხვედრა შინაარსიანად და შედეგზე ორიენტირებულად შეაფასეს მათი თქმით. საუბრის დროს კიდევ ერთხელ განიხილეს დაავადების თავისებურებები, ასევე მკურნალობის არსებული შესაძლებლობები და უსაფრთხო მედიკამენტებთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება იმაზეც გამახვილდა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი მათი შეფასებით არასრული ან მცდარია. შეხვედრაზე თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება დაიგეგმა, მათ შორის კომუნიკაციის გაძლიერებისა და შესაძლო ფონდის შექმნის საკითხებიც. საპატრიარქომ კი მზადყოფნა გამოთქვა, რომ პროცესში ექიმებთან, შესაბამის პირებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიურად ითანამშრომლოს. ასევე გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, სადაც მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. დღეს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დეტალებს სალომე ჯაფარიძე გაეცნო და ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთება. სალომე, მოგესალმები და გისმენთ. Tívšenis დაავადების მქონე ბავშვების მშობლები უკვე 2 წელია, როგორც თავად ამბობენ, ცდილობენ კომუნიკაციას სახელმწიფოსთან. ამ კომუნიკაციის მთავარი მიზანი, როგორც ამბობენ, არის წამალი და არაერთი პრეპარატი იმისათვის, რომ მათი შვილების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც მთავარია, გახანგრძლივდეს. რაც შეეხება ახლა ამ ეტაპზე მოცემულობას, ჩვენ ვნახეთ მშობლები, მოვისმინეთ მათი განცხადებები, მას შემდეგ რაც დატოვეს საპატრიარქო შენობა, ისინი შეხვდნენ ქვეყნის კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამეს და თქვეს, რომ ამ შემთხვევაში იმედები ნამდვილად და მოლოდინი ნამდვილად გაჩნდა, რომ ის ჩამტრაული ხიდი, რომელიც არსებობს მშობლებსა და სახელმწიფოს შორის, აღდგება საპატრიარქოს და ქვეყნის კათოლიკოს პატრიარქის მეშვეობით. გეგმები რომ ისინი ჩართული იქნებიან ამ პროცესში, კომუნიკაციის პროცესში, შესაძლოა ფონდის შექმნის პროცესში და ყველა პროცესში გაიგეს ის, რომ ამ დაავადებასთან მიმართებაში არაერთი მედიკამენტია, რომელიც უსაფრთხოა და ინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ვრცელდება ცალკეული პირების მხრიდან, წარმოადგენს არასრულ და არასრულყოფილ ინფორმაციას. იმედს ვიტოვებთ, რომ კმენტი ნაბიჯები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან და მაქსიმალურად უმოკლეს დროში იქნება მიღწეული გადაწყვეტილებები, რაზეც ჩვენ მთელი ახლის განმავლობაში ვაკეთებთ აპელირება. ეს იქნება ეს შეიძლება ითქვას სამხრივი შეხვედრა მშობლებს, საპატრიარქოსა და სპეციალისტებს შორის, სადაც შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე და შემდგომ მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და საპატრიარქო ჩვენ შეგვირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რომ ეს ჩატეხილი ხიდი, რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, ეს ჩატეხილი ხიდი აღდგეს. პატრიარქო დაგვიდგება გვერდში და ყველა აი ამ ჩვენ პრობლემების გადაჭრაში ყველაფერში უკლებრივ მონაწილეობას მიიღებენ და ჩვენთან ერთად იმუშაობენ აი ამ პროცესებში. სხვა გზა არ დაგვჭა. ისეთი დაავადება რომ იყოს, რომ დრო იყოს და რაღაცის იმედი გქონდეს, კი, მაგრამ დაავადების ეს ისეთი ფატალური დაავადებაა, დრო ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს და მორჩა დახურულ კლასს მიღმა დიალოგი უშედეგო, გუნდიც კი არ შექმნის ხალხოს, არამ ქუჩაში არ გამოვედით. ეხლა ითხოვენ დისკუსიებს დახურულ კარს მიღება. სად იყვნენ აქამდე? აუცილებლად გადადგავს იმ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ შვილებს აუცილებლად სასიკეთოდ წაადგებათ და დაიწყებს სამუშაო ჯგუფის შექმნას. ეტაპობრივად მოხდება სპეციალისტების ჩართვა ამ პროცესში, მშობლების ჩართვა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად ჩვენი შვილების სასიკეთოდ წარიმართება. ექნებათ თუ არა ბავშვებს წამალი, ეს კითხვა ჟღერდება უკვე 20 დღეზე მეტია. მშობლები თავის მხრივ პროტესტს აფიქსირებენ, მათ შორის ღია ცის ქვეშ ღამის გათენებით. ახლა უკვე ვნახეთ, რომ საპატრიარქოსთან შედგა პირველი შეხვედრა, რისი თავის მხრივ მოლოდინიც ჰქონდათ მშობლებს, თუმცა რას ამბობს სახელმწიფო? ქვეყნის მთავრობის მეთაურმა გააშხარა განცხადება, თქვა, რომ პრეპარატი, რომელზეც მიდის მსჯელობა და რომელსაც ითხოვენ მშობლები, არის სატესტო რეჟიმში და ეს არ არის პირველი შემთხვევა. მმართველი პარტია ამბობს, რომ რეალურად ეს პრეპარატები ჯერ არ არის ოფიციალურად მიღებული არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ 50 მილიონის გადახდა, მაშინ როდესაც ჯერჯერობით არც არის პრეპარატები დამტკიცებული, შესაძლებელია, რომ არ იყოს სწორი ნაბიჯი და აქვე მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ რეალურად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მათ შორის ჯანდაცვის მინისტრსა და მშობლებს შორის. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ისინი ამბობენ, რომ არ არსებობს მხოლოდ ერთი პრეპარატი, რამდენიმე პრეპარატია, რომლის შეძენას მათივე განცხადებით ძალიან თავისუფლად შეუძლია საქართველოს მთავრობას და მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში უნდა დასვას კითხვები ქვეყნის მთავრობის მეთაურმა, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება თავის მხრივ თანხები, რომელიც შეადგენს საქართველოს მოქალაქეების პირად თანხებს. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა
აქედან გამომდინარე ერთადერთი რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართული ხალხის მიმართ გადასახადის გადამხდელების მიმართ. ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და შეიძლება ამ თანხის დახარჯვა მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით ჩვენ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს სახელმწიფო სისუსტეს, მთავრობის სისუსტეს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს იმ თანხების საერთო მოცულობა, რომელიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას. უმჯობესია, რომ ეს კონსულტაციები გაგრძელდეს სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს კონსულტაციები წარმოებდა და საუბა დღესაც არსებობს, სადაც არის ექსპერტული ცოდნა, ჯობია რომ იქ გაგრძელდეს კონსულტაციები. ეს დოკუმენტია, რომელიც გამზადებულია 2024 წლის 19 ნოემბერს და მიუთითებს იმაზე, რომ მედიკამენტი ექსოდის 51 დარეგისტრირებულია და აღიარებულია საქართველოში. ჩვენ გვარწმუნებს ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის სამინისტრო, თურმე ის აკვირდება მედიკამენტს. თქვენ აღიარებული გყავთ ეს მედიკამენტი. გულგრილობა დავარქვათ, უყურადღებობა, ბიუროკრატია, მე არ ვიცი, მაგრამ ტყუილების დრო აღარ არის. საჭიროა ძალიან მყისიერი ქმედება. მე არ მგონია რომ საერთოდ ნორმალურ ხელისუფლებას, როცა ასეთი პრობლემაა, უნდა ჭირდებოდეს მაინც პატრიარქის მოთხოვნა და თხოვნა და ასე შემდეგ. რას ნიშნავს? ანუ საშუალება თუ აქვს მშობლების თხოვნა, არ უნდა შეისმინონ და საზოგადოების დიდი ნაწილიც და მაინც ადამიანს რომელიმე სამღვდელოების ლიდერი, პატრიარქი იქნება თუ ეპისკოპოსი, მის თოვნაზე უნდა მოხდეს დააკმაყოფილება. დიუშანის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები უკვე შეხვდნენ ქვეყნის კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამეს, როგორც აღმოჩნდა საპატრიარქო მიკისრა პასუხისმგებლობა, რომ იყოს ერთგვარი მაკავშირებელი ხიდი მშობლებსა და სახელმწიფოს შორის. გამოითქვა ვარაუდი მოლოდინი მშობლების მხრიდან, რომ ნამდვილად შესრულდება მათი მოთხოვნები და მათ შვილებს ექნებათ შესაბამისი მედიკამენტები იმისათვის, რომ მათი ჯანმრთელობა გახანგრძლივდეს.